კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თემა მენეჯმენტის საფუძვლების კუთხით არის შეკაზმული ცხენის თემა და როგორც მოგეხსენებათ არის გამოთქმა, ქართული გამოთქმა, რომ სიმართლის მთქმელსო ცხენი შეკაზმული უნდა ყავდეს. ესე იგი, იგულისხმება, რომ ყოველთვის ყველას არ სიამოვნებს სიმართლის გაგონება და შეიძლება ხანდახან გასაქცევი გახდე, ესე იგი, თუ აპირებ, რომ სიმართლე ელაპარაკო. ასევე ამავე თემაზე არის ესეთი ხუმრობა ამერიკული. პირველ რიგში არის ბიბლიური გამოთქმა სიმართლე ათავისუფლებს. სიმართლე ათავისუფლებს. Truth will set you free. და გააკეთეს ესეთი მენეჯერული გადაკეთება ამ გამოთქმის, რომელიც ასე ჟღერს Tell your boss the truth and it will set you free. ანუ უთხარი შენ უფროს სიმართლე და ის გაგათავისუფლებს. და სიტყვების თამაშია, ანუ სიმართლე გაგათავისუფლებს თუ უფროსი გაგათავისუფლებს. შინაარსი აქაც არის იგივე, ანუ ამერიკელები თვლიან თურმე, რომ სიმართლის თქმელს ესე იგი ცხენის შეკაზმული უნდა ყავდეს და რაზე გვაქვს საუბარი, რა ცხენის შეკაზმოზეა საუბარი? ცხადია, რომ პროფესიულ ასპექტზე კონცენტრირდებით და ვგულისხმობთ იმას, რომ წასასვლელი უნდა გქონდეს. წასასვლელი უნდა გქონდეს. ანუ უნდა გქონდეს პოტენციალი ნებისმიერ ჩვენგანს, ნებისმიერ მენეჯერს, რომ საჭიროების შემთხვევაში სხვა ნორმალური სამსახური იშოვოს და ნორმალურ სამსახურში გადავიდეს. ეხლა რატო არის ეს მნიშვნელოვანი? აქ მინდა რომ ხაზი გაუსვა, არასწორად არ გამიგოთ. მე არ მივესალმები და არ წავახალისებ ხშირ გადასვლას სამსახურებს შორის. არც მე არ წავახალისებ, არც დამსაქმებელი წაახალისებს და არც მეცნიერები, მენეჯმენტის მამები და დედები. არამედ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ზუსტად იმისთვის არის საჭირო შეკაზმული ცხენი, რომ შენი საქმიანობა შენს საყვარელ კონკრეტულ ორგანიზაციაში იყოს ხანგრძლივი და პროდუქტიული. მოკლედ ჩვენ ვამბობთ, შეხედეთ რა უცნაური რამეა, რომ ცხენი ესე იგი კართან თუ გელოდებათ ფანჯრის ქვეშ, თუ გელოდებათ შეკაზმული ცხენი, მეტი შანსია, რომ თქვენი მუშაობა აქ ამ ორგანიზაციაში იყოს უფრო ხანგრძლივი და უფრო პროდუქტიული. რატომ და რამდენიმე ასპექტია ამ საკითხის. პირველი ასპექტი არის, რომ ნებისმიერ სამსახურს, ნებისმიერ მენეჯერულ საქმიანობას ახასიათებს კრიზისები. აუცილებლად გექნება კრიზისი, აუცილებლად იქნება კონფლიქტი რაღაც დონეზე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, ზემდგომებთან, დამკვეთებთან, აუცილებლად იქნება რაღაც კრიზისები ბაზარზე, ხან ფინანსური კრიზისი, ხან ვალუტის კურსთან დაკავშირებული, ხან პოლიტიკური და ასე შემდეგ, ხო? ადამიანები, ვინც მშვიდად არის, ასე ვთქვათ, თავის მომავალზე თუ არ ეშინია, გაცილებით უფრო საღად აზროვნებს ასეთ კრიზისულ და რთულ სიტუაციებში. ანუ მე თუ ჯიბეში მიდევს, ასე ვთქვათ, ვიზა უკეთეს ცხოვრებაში, გაქცევას არ ვჩქარობ. არ ვჩქარობ იმიტომ, რომ ვიცი, რომ გასაქცევი მაქვს და პრობლემა არ არის, ჯერ შევეცდები, რომ აქ მოვაგვარო სიტუაცია. ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით, ესე იგი, ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან, ჩემი ნაცნობების და პარტნიორების გამოცდილებიდან, როდესაც ადამიანი, როცა ის დარწმუნებულია თავის კვალიფიკაციაში, დარწმუნებულია, რომ მასზე ბაზარზე მოთხოვნა არსებობს, წყნარად და მშვიდად აკეთებს საქმეს და მოვლენებს და საგნებს არ ქმნებს თავის სახელს. არც უფროსის ეშინია, არც კოლეგების არავისი არ ეშინია, აკეთებს იმას, რასაც თვლის სწორად. ესე იგი, პირველი, რისთვისაც არის ცხენის შეკაზმვა საჭირო, ეს არის, რომ თქვენ იყოთ უფრო მშვიდი და პროდუქტიული და უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღოთ.
მეორე საკითხი არის თქვენი ხელმძღვანელების და კოლეგების დამოკიდებულება თქვენს მიმართ. თქვენმა ხელმძღვანელმა და კოლეგებმა თუ იციან, რომ თქვენზე ბაზარზე არის მოთხოვნა და დიდი სიამოვნებით დაგვხვდებიან და მიგიღებენ სხვა კომპანიებში და სხვა ორგანიზაციებში, ისინი შეეცდებიან, რომ ცოტა უფრო დაფიქრებულად იურთიერთონ თქვენთან და უფრო დაფიქრებული მიდგომა გქონდეთ, ასე ვთქვათ, თქვენთან ურთიერთობაში. ცოტა უფრო ფრთხილად, ცოტა უფრო კორექტულად, ცოტა უფრო ყურადღებიანად, ხო? აი ეს ცოტათი განსხვავებები ქმნის მთელ განსხვავებას ცუდ სამუშაო გარემოსა და კარგ სამუშაო გარემოს შორის. თქვენი უფროსი, როცა იცის, რომ ცხენი შეკაზმული ყავთ, კარგად დაფიქრდება, სანამ აგდებულად ან უყურადღებოდ მოექცეს თქვენი ინიციატივებს და თქვენ მოთხოვნებს. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვინცაც ცხენი შეკაზმული ყავს, პირველი უფრო მშვიდად და წყნარად არის და სწორად იქცევა, მეორე სხვები მასთან დამოკიდებულებაში, ასე ვთქვათ, უფრო ფრთხილად და კარგად იქცევიან ისინიც და კარგად უდგებიან, ასე ვთქვათ, ასეთ ადამიანს ურთიერთობაში. მესამე საკითხი შეკაზმულ ცხენთან დაკავშირებული არის რეალური გააზრება შენი ღირებულების. ხო, ჩვენთან ამბობენ ხანდახან, რომ შენ თუ არ დააფასე შენი თავი, სხვა არავინ დაგაფასებს, ხო? ძველ თაობაში და ხშირად ჩვენ თაობაშიც ხვდება ხალხი და მე მხვდება ხალხი, რომელიც ამბობს, რომ თქვათ ხელფასზე და ანაზღაურებაზე საუბარი უფროსთან, ან დამკვეთთან, ან მენეჯმენტთან არის უხერხული, ხო? რა ამაზე ცხადია, რომ ამას არ ჩაუღრმავდებით და პირდაპირ ცხადია, რომ უხერხული ამაში არაფერი არ არის, ხო? მეორე მხრივ, თუ მაინც გეუხერხულება ეს თემა, ყველაზე ნეიტრალური მეთოდი, ასე ვთქვათ, ამაზე კომუნიკაციის არის, რომ იცოდეს შენმა უფროსმა და იცოდნენ შენმა კოლეგებმა, რომ შენ მიღებული გაქვს და ხშირ შემთხვევაში ეს წინადადებები, რასაც იღებს სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, არის უფრო მაღალი ანაზღაურებით და უფრო კარგი სამუშაო პირობებით, ხო? ანუ მე შეიძლება არ ვითხოვდე ხელფას, მაგრამ ჩემმა უფროსმა იცოდეს, რომ მე მაქვს მატერიალური თვალსაზრისით უკეთესი შემოთავაზებები და ამ შემთხვევაში თუ ჭკვიანია თვითონვე დაფიქრდება, ასე ვთქვათ, რომ რაღაცა აქ ამ მიმართულებით გასაკეთებელი თუ არა და მე დავეხმარები იმაში, რომ დაფიქრდეს ამ თემაზე. ლაპარაკში ეს იგივეა როგორც ბიზნესში. თქვენ თუ იცით, რომ ბოლო და ერთადერთი კლიენტი ხართ ბაზარში რაღაც ვაშლის გამყიდველის, ცხადია, რომ მაქსიმალურად სათქვენო შედეგებს მიიღებთ, ხო? თუ კლიენტები ეხვევიან გამყიდველს, თქვენ სავაჭრო პოზიცია ძლიერი არ აქვს და ალბათ ძვირის გადახდა მოგიწევთ, ხო? იგივეა, მე თუ ვარ ისეთი პროდუქტი, რომელსაც ეხვევა ბაზარზე ბევრი კლიენტი, სავარაუდოდ ჩემი ახლანდელი დამსაქმებელი შეეცდება, რომ ადეკვატური ანაზღაურება გადამიხადოს. ეხლა ვისაუბროთ იმაზე, როგორ უნდა შევკაზმოთ ცხენი, ანუ რატომ არის ცხენის შეკაზმვა კარგი, ამაზე ვისაუბრეთ. ეხლა ვისაუბროთ რა არის ეს შეკაზმული ცხენი, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ შეკაზმული ცხენი ეს არის კარგი CV, ასე ვთქვათ, ანუ კარგი აღწერა თქვენი კარიერის, გავლილი კარიერის, თქვენი გამოცდილების, თქვენი სწავლის, განათლების, დიპლომების, სერტიფიკატების, მიღწევებისა და ასე შემდეგ. ეს არის პირველი ნაწილი ცხენის შეკაზმვის და მეორე ნაწილი არის, რომ ჩანდეთ საზოგადოებაში. ანუ ნეტვორკინგი სანაცნობო ქსელში იყოთ აქტიური და ბევრმა ადამიანმა იცოდეს თქვენს შესახებ. ანუ მე თუ ვარ რა ვიცი, დავიწყოთ ფოტოგრაფი ვარ, ჩემმა მეგობარმა დაიწყო ამ მიმართულებით კარიერა, გადაერთო. მე თუ მინდა რომ ვიყო ფოტოგრაფი, პირველი უნდა მქონდეს კარგი პორტფოლიო, ანუ კარგი საჩვენებელი ნიმუშები ჩემი შრომის და მეორე ძალიან ბევრი ხალხი უნდა მიცნობდეს როგორც კარგ ფოტოგრაფს. ამ ორის კომბინაცია უზრუნველყოფს ჩემ წინსვლას
ასე ვთქვათ, აი ამ ფოტოგრაფიულ ბიზნესში. მე თუ ვარ ტრენერი, უნდა მქონდეს კარგი ლექციები ჩალაგებული და დამკვეთების კმაყოფილება და ძალიან ბევრი ხალხი უნდა მიცნობდეს როგორც კარგ ტრენერს, ხო? მე თუ ვარ კარგი ფინანსისტი, უნდა მქონდეს კარგი მიღწევები რამდენიმე ორგანიზაციაში, ნორმალური განათლება და ბევრი ხალხი უნდა მიცნობდეს როგორც კარგ ფინანსისტს, ხო? აი ეს ბოლო ნაწილი, ბევრი ხალხი მიცნობდეს, საკმაოდ რთულად არის ხშირად ჩემი ნაცნობების შემთხვევაში, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მუშაობს თავის ორგანიზაციაში, კმაყოფილია ამ ორგანიზაციაში მუშაობით და ამიტომ არ აქტიურობს საზოგადოებრივ ასპარეზზე. ანუ ნეტვორკინგით არის დაკავებული მინიმალურად, ხო? იმის აგული ერისთავის არ იყოს, რომ მკვდარი ეგონეთო, მოსწავლე რო ეუბნება არც ერთ გამოფენაში რო არ მიგიღეთ მონაწილეობა, იგივეს ვსაუბრობ ჩვენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ბუღალტერი უნდა იღებდეს ბჭყალებში საბუღალტრო გამოფენებში მონაწილეობას, რომ ხალხმა იცოდეს, რომ ეს კარგი პროფესიონალია და კარგად აკეთებს საქმეს, ხო? ასოციაციებში მუშაობა, ტრეინინგების ჩატარება, ლექციების წაკითხვა და ასე შემდეგ, ეს არის სულ მეთოდები, როგორ გამოჩნდე ხალხში, ასე ვთქვათ, და შენი გამოცდილება, შენი უნარები და შენი აღჭურვილობა, ასე ვთქვათ, შენი სიმდიდრე დაანახო სხვა ხალხს, რა. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ერთია ამ სიმდიდრის შექმნა, რომ შენ იყო პროფესიონალი, რომ გქონდეს განათლება ადეკვატური, რომ გქონდეს ადეკვატური გამოცდილება, მიღწევები. მეორე არის, რომ ეს ყველაფერი გქონდეს კარგად დოკუმენტირებული, ანუ CV-ს გულისხმობთ, კარგად გაკეთებული CV, გამოქვეყნებული სადმე სასურველია და ამისთვის პროფესიული სოციალური ქსელი არსებობს, მოგეხსენებათ LinkedIn-ი, რომელიც ამისთვის არის ზუსტად, გამოქვეყნებული ეს თქვენი კარგი CV LinkedIn-ზე და მერე აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობაში. ხშირ შემთხვევაში შეიძლება ძალიან ბევრი საქმე გქონდეთ, დაკავებული იყოთ და ამით ამართლებდეთ იმას, რომ სოციალური საქმიანობით არ ახართ დაკავებული და ნეტვორკინგით არ ახართ დაკავებული. ეს ცუდი გამართლებაა ძალიან, იმიტომ რომ როგორც კი სამსახურის ძებნა მოგიწევთ, ხო, მაშინ გამოჩნდება, ესე იგი, რომ ძალიან მნიშვნელოვან რამეს გამოვაკლდით. ანუ მნიშვნელოვანია პირველი, რომ გქონდეს კარგი CV, ასე ვთქვათ, ანუ CV-ში ჩასაწერი რაღაცები, მეორე, რომ რეალურად ეს CV-ში ჩაწერო ლამაზად და გააფორმო კარგად, მესამე გამოაქვეყნო LinkedIn-ი ამის გამოქვეყნების მეთოდია და მეოთხე აქტიურად მიიღო მონაწილეობა ყველა ღონისძიებაში. ძალიან ხშირად არის ჩემი კოლეგების გამსმენია, რომ აი სადღაც HR მენეჯერი ამბობს, რომ აი HR-ის შეკრებაა სადღაც, მაგრამ მე არ მივდივარ, იქ რა უნდა მასწავლონ, იქ რა უნდა გავიგო, გასწავლონ და გაიგო კი არა. შენ უნდა დაანახო შენი თავი, შენი კვალიფიკაცია კოლეგებს აუცილებლად და რომცა გიცნობდნენ კარგად ეს კოლეგები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ თვალში მოხვდე და გაახსენდეთ, რომ შენ არსებობ, ხო? ეს არის და კიდე ერთი განზომილება სულ ბოლოს, რაზეც მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება, არის, რომ თუ ეს წესი მნიშვნელოვანია და სწორია თქვენ შემთხვევაში, მენეჯერების შემთხვევაში, იგივე წესი მნიშვნელოვანი და სწორია თქვენი თანამშრომლების შემთხვევაში. აბა დაფიქრდით, ისეთი თანამშრომლები გინდათ, ვისაც თქვენ შეკაზმული ყავს და ვიზეც არის მოთხოვნა ბაზარზე, თუ ისეთი თანამშრომელი, რომელიც არავის არ ჭირდება თქვენს გარდა. როგორც კი თქვენ თანამშრომლებს არ იღებენ შემოთავაზებებს, არ აქვთ CV გამოქვეყნებული და ასე შემდეგ, შეიძლება ისეთი პროდუქტი გაქვთ, ასე ვთქვათ, ისეთი საქონელი, რომელიც არავის არ ჭირდება და ეს შექმნის სერიოზულ პრობლემას, როგორც შედეგის თვალსაზრისით, ასევე გრძელვადიანი განვითარების კუთხით. მოკლედ, თქვენს შეკაზმეთ თქვენი ცხენები და თქვენ თანამშრომლებსაც დაეხმარეთ ცხენის შეკაზმვაში, ოღონდ წასასვლელად კი არა, დასარჩენად.